German homelos I drink coffee and I know things. 34 ეპიზოდის სიტყვა არის არტორელი. დიდი ხანია მინდა ინტროვერტის ქართული თარგმანი გქონდეს, თავიდან ბოლომდე ქართული სიტყვა. ნამდვილად საინტერესო და ღირებული მდგომარეობაა ტვინისა ინტროვერტობა. ახლა უკვე არტორელობა, ან უფრო გაშლილად მარტო ყოფნის მოყვარულობა. დიახ, ეს არ არის არც ბავშვობის კომპლექსების, არც ზრდასრულობის ფსიქოლოგიური ტრამვების, ან უბრალოდ სიგიჟის ნაყოფი, გამოხატულება. ასე თვლიან, ასე ხედავენ ინტროვერტებს, მათ, ვინც მარტო უფრო უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე ხალხმრავლობაში. ინტროვერტობა ტვინის მდგომარეობაა, როცა მან ინტელექტის განვითარების ისეთ დონეს მიაღწია, რომ ხალხმრავლობა, ყალბი ურთიერთობები, უსიამოვნო ხალხი, ხმაური და უხეშად რომ თქვათ, აღვირახსნილი ქცევები ვეღარ ხიბლავს. განა აღარ, არამედ ვეღარ. არტორელი ემოციურად უკვე მოწესრიგებულია და გრძნობის კონტროლი შეუძლია და რაღაც გადამეტებული სიგიჟეები აღარ სჭირდება, რომ სიცოცხლე შეიგრძნოს, რადგან მისთვის სიცოცხლით სიამოვნება სიმშვიდესთან ასოცირდება. სიმშვიდეში, ფიქრში, კითხვაში, მუსიკის მოსმენაში, სწავლაში ხედავს ბედნიერებას. თუმცა ამ მარტოობის სიყვარულის გამო არ გვეგონოს, რომ ინტროვერტი, ანუ არტორელი მთლიანად სცილდება ექსტრავერტულობას, რომ მას აღარ სურს მეგობრები, სეირნობა, ლაშქრობა, გართობა და ურთიერთობები უცხო ხალხთან. აი ასე ფიქრით ძალიან ბევრი უშვებს შეცდომას. როგორც კი შეამჩნევენ, რომ ადამიანი არტორელია, ანუ ინტროვერტია, მაშინვე იცილებენ ამ ადამიანს. ეს ძალიან მოსაწყენი ტიპიაო, ასე ამბობენ. საქმე ისაა, რომ ინტროვერტი ექსტროვერტობის რაღაც ნაწილს იტოვებს, ანუ სულ აქვს თავიდანვე. უყვარს ეს ხალხთან ურთიერთობა, ცხეტიალიც, ყველაფერი, მაგრამ ენერგიას დამუხტვას ხალის იღებს მარტო სიმშვიდეში გატარებული დროისგან. ესეთია და ამაში ცუდი და დასაცინი არაფერია. ექსტროვერტებს ხომ არავინ დასცინის, ზედმეტად სოციალური რატომ ხარო? ასეთივე პატივისცემას იმსახურებენ არტორელებიც, ანუ ინტროვერტები. კიდევ ერთი დეტალია, რასაც ვერ ამჩნევენ ხოლმე ინტროვერტების შესახებ, რადგან მარტოობა უყვართ, სუსტი ფსიქიკის ადამიანები ჰგონიათ და საინტერესო დეტალი ისაა, რომ ინტროვერტი საკმაოდ ძლიერი და თვითდაჯერებული პიროვნებაა. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალისხმევა და საკუთარ თავთან, პიროვნებასთან კომფორტულად ყოფნის უნარი სჭირდება ინტროვერტს, რომ მარტო რჩება თავის თავთან, ეს მას არ აშინებს, არ თრგუნავს. ექსტროვერტებს ზუსტად ეს პრობლემა აწუხებთ, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთ თავთან მარტო დარჩენა, ვერ ეგუებიან ამას და ამ სტრესისგან, რომ სულ გაქცეულები იყვნენ, ამიტომ არიან ასე ფოკუსირებულები ხალხმრავლობაში ყოფნაზე, რომ თავი მარტოდ არ იგრძნონ.